დღეს ქართული ფოლკლორის ერთ-ერთ უძლიერეს პერსონაჟზე, 9 თავიან დევზე კი ამბობთ. დევები ქართულ მითოლოგიაში მიწისქვეშა სამყაროსა და სტიქიური ძალების განსახიერებაა. ისინი ხშირად ბოროტები არიან, თუმცა მათი სიძლიერე მათსავე მრავალთავიანობაშია. ამ არსებების შესახებ ბევრი ზღაპარი, მითი და ლეგენდები არსებობს. თუმცა დაზუსტებით არავინ იცის მათი რეალური არსებობის შესახებ. ახლა კი გიამბობთ ერთ პატარა ამბავს 9 თავიანი დევის შესახებ, რომლითაც ბავშვებს ხშირად აშინებდნენ. 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიწამ თავის წიაღში ჩამალა 9 თავიანი დევი. იგი ღრმა ძილს მისცემოდა, თუმცა დრომ თავისი ქნა 100 წლიანი ტყვეობის შემდეგ დევის მუცელმა შიმშილისგან ყრუდ დაიგორგვინა და მიწამად ზანზარი დაიწყო. დევმა გაიღვიძა. ახლად გაღვიძებული მშიერი 9 თავიანი დევი მაშინვე თავისი ბუნაგისაკენ წავიდა. მოიარა მთელი დღე და მაინც მიაგნო თავის გამოქვაბულს. 100 წლის წინ მისი შიშით ცაში ფრინველებიც კი ვერ დაფრინავდნენ. ეს უზარმაზარი არსებები საუკუნეების მანძილზე ბატონობდნენ მთებში. მათ არ ჰქონდათ არც ერთი გარეული ცხოველის შიში. ისინი ყველა ცხოველზე ძლიერები და საშიშები იყვნენ. ლეგენდის მიხედვით ისინი ყოველ 100 წელიწადში ერთხელ 3 დღით იღვიძებდნენ, აგროვებდნენ განძს თავიანთ გამოქვაბულებში და თუ ვინმე მათ გზაზე გადაეღუპებოდა, ყველას და ყველაფერს ანადგურებდნენ. გიგანტები ტყეების, ხევების და მდინარეების ბატონები იყვნენ. ადამიანებმა იცოდნენ, რომ დევები განძს აგროვებდნენ თავიანთ გამოქვაბულებში, მაგრამ ყველა ფრთხილობდა და ეშინოდა, რადგან არ იცოდნენ, როდის გაიღვიძებდნენ დევები. არასდროს არ იცვლიდნენ საცხოვრებელს. ნადირობდნენ გარეულ ცხოველებზე და მათი ხორცით იკვებებოდნენ. თებთან ახლოს გაშენებული იყო ერთი პატარა ლამაზი სოფელი. აქ ხალხი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა. თუმცა წინაპრებისგან იცოდნენ ლეგენდები დევების შესახებ. მაგრამ ეს მათთვის მხოლოდ მითები და ლეგენდები იყო ბოროტი არსების შესახებ, რომლითაც ბავშვებს აშინებდნენ. მართალია მათ არ სჯეროდათ ამ მითების და ლეგენდების, თუმცა მაინც ფრთხილობდნენ და არ ადიოდნენ მთებში ბოლომდე. სოფლის განაპირას ერთ ულამაზეს სახლში ცხოვრობდა თავადი ლოგოსი ოჯახთან ერთად. მათ ყველაფერი ჰქონდათ სრული ბედნიერებისთვის. მართალია თავადები იყვნენ, მაგრამ ისინი ჩვეულებრივი გლეხებივით ცხოვრობდნენ. მათ არ ჰყავდათ ყმები. ოჯახი თავად უძღვებოდა სოფლის მეურნეობას და შრომობდნენ. მამი გაიქეცი წყაროდან ცივი წყალი მოიტანე. თავადის ქალიშვილი ყოველ დღე დადიოდა სოფლის წყაროზე და ცივი წყალი მიჰქონდა სახლში. ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ჩემო ჭკვიანო. შენი და არ გინახავს? არა, არ მინახავს. ელიზა რომ მოვა დედაშეს მიეხმაროს უთხარი. მე ცხენებს უნდა ვაჩამო. საღამო იყო, უკვე მზე ჩადიოდა. ელიზა კი არსად არ ჩანდა. წადი შენი და მოძებნე, ალბათ მეზობელთან არის. განრისხებული მშიერი გიგანტი ტყეში ცხოველებზე ნადირობდა.
რაღაც გულით ცუც მიგრძნობს, ელიზა ასე არასდროს იგვიანებს. ნუ ღელავ, ჩემო ძვირფასო, მეზობელთან იქნება. ელიზა სად არის? მთელ სოფელს გააგებინე. ჩემი გოგონა დაიკარგა. მთელი სოფელი ეძებდა ელიზას. ანთებული ჩირაღდნებით მოიარეს ყველაფერი, მაგრამ ელიზას კვალი ვერსად იპოვეს. დიდი თუ პატარა, ყველა ეძებდა დაკარგულ გოგონას. შეამოწმეს ახლოს მდებარე ტყეები. ხალხი ჩირაღდნებით ეძებდნენ ტყეში გოგონას. რადგანაც ტყე ძალიან დიდი იყო, გადაწყვეტეს ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და სხვადასხვა მხარეს მოეძებნათ დაკარგული გოგონა. ელიზა, შვილო! ელიზა, შვილო! წმინდაო მარიამ, გთხოვ ჩემი ოჯახი დაიცავი განსაცდელისგან. ყველაფერი შეამოწმეთ. მხოლოდ ლოცვა შეგვიძლია. კაცები იპოვიან დამშვიდდი. კაცებმა ტყეში ყველაფერი გულდასმით შეამოწმეს, მაგრამ მაინც ვერაფერი იპოვეს. მთელი ღამე ანთებული ჩირაღდნებით ფეხ მოიარეს მთელი ტყე. მთისკენ წავიდეთ. გონება დაკარგული ელიზა ზარმაზარ გამოქვაბულში გამოფხიზლდა. შეშინებულს და დაბნეულს არ ახსოვდა არც ცხრათავიანი დევი და არც ის აქ როგორ აღმოჩნდა. ნელა იარეთ და იარაღი მზად გქონდეთ. აქ ბევრი ნადირია. ამ დროს გიგანტს მშვიდად ეძინა, მაგრამ იგი შხამიანი გველის გამოჩენამ გააღვიძა. შეუსვენებლად მთელი ღამე ეძებდნენ გოგონას და ისე დაათენდათ, რომ ვერც კი გაიგეს. მთელი ტყე მოვიარეთ. სად გაქრა ასე? ვიპოვით. სახლში ელიზას გარეშე არ დაუბრუნდები. ამ დროს კი ელიზა გამოქვაბულიდან თავის დაღწევას ცდილობდა. შვილო, ზემოთ რაღაც ხდება. რადგანაც კვალს ვერ მიაგნეს, გადაწყვიტეს კლდეებისკენ წასულიყვნენ, იქ, სადაც არასდროს არავინ მიდიოდა. როდესაც გიგანტმა აღმოაჩინა, რომ გოგონა გამქრალიყო, განრისხებულმა დაუწყო ძებნა. ეს დევის ნაფეხური არის შვილო. ელიზა დევმა მოიტაცა. ლეგენდა მეგონა და მართალი ყოფილა. იმედი მაქვს, ელიზა ჯერ კიდევ ცოცხალია. მთელი ღამე ეძებდა გოგონა გამოქვაბულიდან გამოსასვლელს და როგორც იქნა, იპოვა გზა. თავი დაეღწია ამ უსასრულო ლაბირინთისთვის. განრისხებული ცხრათავიანი გიგანტი კი გოგონას ფეხ მიჰყვებოდა. შიშისა და დაბნეულობის მიუხედავად, ელიზამ გადაწყვიტა ქვემოთ ტყეში ჩასულიყო, მდინარეს გაჰყოლოდა და სოფლამდე მისულიყო. გიგანტმაც დატოვა გამოქვაბული და ტყისკენ წავიდა. იგი გოგონას თავის განძად თვლიდა. აზრი არ აქვს ძებნას. ალბათ ნადირმა დაგლიჯა. სოფლისკენ წავიდეთ. მთელი ღამე ვეძებეთ. ვერ გადარჩებოდა ღამე ტყეში. ჯობია დაუბრუნდეთ. ეს უზარმაზარი გოლიათი კარგი მონადირეც იყო. ის გოგონას კვალ და კვალ მიჰყვებოდა. ეს ელიზას ხმა იყო, ჩქარ ამ გონი ვიპოვეთ.
მოვდივართ ელიზა, მოვდივართ. არა, დამეხმარეთ. ჩქარა ცხენებზე. ცოცხალია. დიდი ჩაობისკენ წავიდეთ. მოხუცი მიხვდა, რომ ცხრათავიან გიგანტს ცხენებით ვერ გაასწრებდნენ. არც იარაღი არ კლავდა მას. ამიტომ დიდ ჭაობში შეიტყვა. ეს უზარმაზარი და უძლიერესი არსება, რომელიც შიშის სარცემდა ყველა სულიერს, სრულიად უმწეულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთელი ძალით ცდილობდა ჭაობიდან ამოსვლას, თუმცა უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა და საბოლოოდ ჭაობმა შთანთქა. იდგნენ ჭაობთან და ნახეს, როგორ შთანთქა მიწამ ცხრათავიანი გიგანტი. დიდხანს და ჩუმად გაჰყურებდნენ უზარმაზარ ჭაობს. როდესაც დარწმუნდნენ, რომ გიგანტი ვეღარ დაბრუნდებოდა, მიაბრუნეს ცხენები და მთელი ძალით გააჭენეს სახლისაკენ. მალე სახლში ვიქნებით, ღმერთს მადლობა, ორივეს უნებელს დაგაბრუნებთ დედასთან. სოფელში დაბრუნებულმა გოგონამ ყველას უამბო თავისი ისტორია. ბევრმა დაიჯერა, ბევრმა კი არა და ჩვეულებრივად განაგრძეს ცხოვრება.